მორიგი პროცესი 4 ოქტომბრის საქმეზე საქალაქოში ოცნების პროკურატურის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. განიხილება დავით ჟღენტის, ალექსანდრე გოგოლაძის, კახაბერ ჟავანაძის, ევა შაშიაშვილის, დავით სტურუას, გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, გიორგი ჩახუნაშვილის, საკრუ ალბუთაშვილის, დარა ხველიძის, დათო ღურწკაიას, გენადი კელიხაშვილის, რამა ჯორბენაძის და ჯანდრი თირქიას საქმე. ოცნების პროკურატურა მათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. თუმცა ისევ მტკიცებულებების გარეშე ბრალდებულები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული. თუმცა ბახუტაშვილი ამ სხდომის დეტალებით უერთდება ფორმულას ეთერს. 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგი სასამართლო განხილვა იმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამჯერად 15 პირიანი ჯგუფის საქმეზე მსჯელობს მოსამართლე გიორგი გელაშვილი. ამ ჯგუფში მხოლოდ 3 პირს, გოგი ჩახუნაშვილს, დარა ხველიძესა და ევა შაშიაშვილს აქვთ გირაო შეფარდებული, ხოლო დანარჩენ პირებს აღკვეთი ღონისძიების უმკაცრესი ფორმა პატიმრობა, თუმცა პატიმრობაში მყოფი 12 პირი უკვე მეორე სხდომაა, რაც პროტესტის ნიშნად არ მოდის თბილისის საქალაქო სასამართლოში და საკუთარ სხდომას არ ესწრება. ეს კი იმიტომ, რომ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა არ დააკმაყოფილა მათი და მათი უფლებადამცველების შუამდგომლობა ირაკლი კობახიძის დაკითხვასთან დაკავშირებით, რომელსაც არაერთი საჯარო განცხადება აქვს გაკეთებული, მათ შორის ისეთ სამართლებრივ დეტალებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა სამომავლოდ განაჩენის გამოტანისთვის გახდეს საჭირო, რომ მოსამართლე მიცოდეს, თუმცა მიუხედავად სამართლებრივი დასაბუთებისა, არც ერთმა მოსამართლემ, რომელთანაც ეს შუამდგომობა და მათ შორის სხვა ჯგუფებშიც დააყენეს, არ დააკმაყოფილეს. შესაბამისად ამ ჯგუფში მიიღეს პატიმრებმა გადაწყვეტილება, რომ არ დაესწრონ სხდომას. ეს გადაწყვეტილება იყო დროებითი და არ ვიცით როდის შეცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს დაკავებული, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანები, რაც შეეხება ადვოკატების განმარტებას. მათი თქმით, მტკიცებულებების ნაწილში პროკურატურას ამ ჯგუფშიც ძალიან უჭირს და არ აქვთ ინდივიდუალურად წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ბრალად შერაცხუქმედებას ამ პირებს დაუდასტურებთ. დღეს პროკურატურა დიდი ალბათობით მოიყვანს იმ გამომძიებლებს, პოლიციელებს, რომლებმაც რიგსაგამოძიებო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა და სწორედ მათი ჩვენებების მოსმენა მოუწევს დაცვის მხარეს და ასევე მოსამართლესაც. ფაქტი ერთია, რომ მე ყოველდღე დავდივარ ყველა სასამართლოზე. რა ვიცი, ველოდები. არც კი ვიცი რა სვლებია, სიმართლე რო გითხრათ და მეუბნებიან, მოდი და მოვდივარ ყოველთვის. თუ დამკითხავენ, დამკითხავენ. ჩემი ყოფნით მე ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი გადავარჩინე, მე არც ვალავ და ახალ ვერც ვერაფერს ვერ დანარჩენს დაველოდოთ. მიმდინარეობს პროცესუალური და პროცედურული საკითხები, როგორიც არის ბრალდების ხარჯის მტკიცებულის გამოკვლევა. დღეს ველოდებით, რომ იქნება მოყვანილი გარკვეული მოწმეები, თუმცა რაიმე წინასწარი კომუნიკაცია თუ კონკრეტულად ვინ იქნება მოწმე, არ ქონია წინაზე იყვნენ ექსპერტები, რომლებმაც ვერ დაადასტურეს ვერანაირად, რომ კონკრეტულად დარა ხველიძე მაგალითისთვის იყო ასახული მეორე თუ მესამე ვიდეოში პირობითად დასახელებული ვიდეოებში და ნახოთ დღეს გამოკვლევისას ვინ იქნება მოყვანილი. ჩვენ გამოვიკვლიეთ ვიდეო ჩანაწერები, გარდა ვიდეო ჩანაწერებისა დავკითხეთ მოწმეები, ექსპერტები, ჰაბიტოსკოპები, თუმცა დავით ჟღენტთან მიმართებაში არც ერთი მტკიცებულება არ გამოკლევა. დღეს არსებითი განხილვა გაგრძელდება ბრალდების ხარის მოწმეების დაკითხვით, თუმცა კი ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვის წარმოადგენს ბრალდების ხარე მოწმის სახით დასაკითხად. სავარაუდოდ შეიძლება ეს პირები იყვნენ საქმეში არსებული გამომძიებლები, რომელთაც საგამოძიებო მოქმედებები აქვთ ჩატარებული. მიცემულება და გამოკვლევის გაგრძელება. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტები დღეს უკვე აღარ იქნებიან. შესაძლოა მათ სხვა მოწმეები მოიყვანენ, ან და უკვე გადავიდეთ. ან წერილობთ მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდეთ. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სულ 64 პირი არის, აქედან კი მხოლოდ 4-ს აქვს გირაო შეფარდებული. აღსანიშნავია, რომ არც ერთი პირი თავს ამ საქმეში დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებენ, რომ ბრალი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება მათ ედავება, არის აბსურდული. მათი ინტერესების დამცველები კი ყოველ ჯერზე ხაზგასმით აცხადებენ იმას, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. შესაბამისად, სასამართლო არ გამოიტანს ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ობიექტური.